მეოთხე სახლის კუსპიდი ნატალურ რუკაში ნიშანი მეოთხე სახლის კუსპიდზე ანახებს თუ როგორი სახლი გაქვთ თქვენ, ანუ თუ როგორ სახლში ცხოვრობთ. ახასიათებს ზოგადად სახლს და ზოგადად გარემოს, რა გარემოში ცხოვრობს ადამიანი. მაგალითად, თუ არის მეოთხე სახლის კუსპიდი ლომში, ესეთ ადამიანს სახლში აუცილებლად ექნება რაღაც ძალაუფლების ატრიბუტები. თუნდაც რაიმე ძვირად ღირებული, რაიმე ელიტარული, რაიმე ისეთი გამოსაჩენი, როდესაც სახლში ესეთი ადამიანი სახლში შეხვალ, ვისაც ყავს მეოთხე სახლის კუსპიდზე ლომი, აუცილებლად ნახავ რაღაც ისეთს, რაც ხას უსვამს იმას, რომ ამ ადამიანს რაღაც კონკრეტული ძალაუფლება აქვს. თუ მეოთხე სახლის კუსპიდი არის სასტორში, ესეთ შემთხვევაში ამ ადამიანს ექნება უფრო ლამაზი სახლი, მაგრამ რაღაც კონკრეტული სიცივე იგრძნობა ამ სახლში. ესეთ ტყუპები მეოთხე სახლის კუსპიდზე, ესეთ შემთხვევაში სახლში იქნება ხმაური, ბევრი წიგნები იქნება და ფონად ყოველთვის იქნება ტელევიზორი. ხშირ შემთხვევაში ეს ხდება ხოლმე. და იქნება სახლში ბევრი ესეთი მცირე და რაღაც ნივთები, ხშირად საკანცელერიო ნივთები. ანუ თვითონ მეოთხე სახლის კუსპიდი და პლანეტები ამ სახლშიც, რა თქმა უნდა, საუბრობს იმაზე, თუ როგორ გარემოში, როგორი სახლი აქვს ადამიანს. მაგრამ აქ არის ერთი მომენტი, რომ თუ ადამიანი ცხოვრობს სხვასთან და თუ მაგალითად ცხოვრობს მშობელთან, თუ მეუღლესთან, ცხოვრობს ბავშვებთან, შვილებთან ერთად, და-ძმებთან ერთად, ესეთ შემთხვევაში მაჩვენებელი არის შერეული, იმიტომ რომ იქ უკვე რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს, ყველა ცდილობს, რომ თავისებურად მოაწყოს სახლი და შესაბამისად მაჩვენებლები უკვე ძალიან არეული არის. ამიტომაც საინტერესო არის იმის დაკვირვებაც, მაგალითად თუ ოჯახი ცხოვრობს ერთად, გვერდიდან დაკვირვება თუ რომელი ადამიანის მეოთხე სახლი არის უფრო მეტად კონკრეტულ სახლში აქცენტირებული. იმიტომ რომ ყოველთვის იქნება რომელიღაც ერთი უფრო მეტად ვერ იქნება ყველაფერი ესე თანაბრად არ გამოჩნდება. ყველასი რა თქმა უნდა თუ ყველას აქვს ცალ-ცალკე ოთახები, თავიანთი ოთახებით უკვე გამოჩნდება, ესე ვთქვათ, მეოთხე სახლის კუსპიდის ნიშანი, მაგრამ მაინც საერთო სახლში მაინც ცოტა რთული არის გარკვევა. თვითონ რაც შეეხება მეოთხე სახლს, როდესაც მეოთხე სახლი არის ძლიერი, ესეთ შემთხვევაში ადამიანისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახლს ზოგადად, რომ ჰქონდეს სახლი, რომ ცხოვრობდეს კარგ სახლში. როდესაც არის ესეთი მეოთხე სახლი შედარებით უფრო სუსტი, ესეთ შემთხვევაში ადამიანს არ აქვს, ესე ვთქვათ, ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობა, სად ცხოვრობს, როგორი სახლი ექნება თუ არა საერთოდ, რაც უფრო დაზიანებულია სახლი, მეოთხე სახლი მით უფრო მეტად არ მოსწონს ესეთ ადამიანს თავისი სახლი, არ მოსწონს თავისი სამშობლო, არ მოსწონს მშობლები. ესეთი პრობლემებიც არის, რაც უფრო მეტად რა თქმა უნდა ჰარმონიულია, მით უფრო უპრობლემო იქნება, ესე ვთქვათ, მეოთხე სახლის და მისი სახლის თემა კონკრეტული ადამიანისთვის. ნახეთ თქვენ საკუთარ რუკაში ვის როგორი სიტუაცია გაქვთ.